მოგესალმებით. მე ვარ კონსტანტინე ჩიქოვანი, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგი ოფთალმოლოგი. დღეს მინდა გესაუბრო ძალიან აქტუალურ თემაზე, როგორიცაა გლავკომის თანამედროვე მართვა და მკურნალობა. გლავკომა არ არის ერთი კონკრეტული პათოლოგია. ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც აზიანებს ოპტიკურ ნერვს. ეს არის ძალიან გავრცელებული დაავადება და თავისი სიხშირით კატარაქტის შემდეგ არის მეორე დაავადება, რომელიც იწვევს სიბრმავეს. როგორც წესი, პაციენტები იშვიათად მოგმართავენ მაშინ, როდესაც მათ არაფერი არ აწუხებთ. მაგრამ გლავკომის ვერაგი ბუნება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დასაწყისში მას თითქმის არ ახასიათებს ჩივილები. პაციენტი წლების შემდეგ ამჩნევს, რომ მისი მხედველობის ველი შევიწროვდა, ხოლო მხედველობა გაუარესდა. არსებობს გლავკომის თანდაყოლილი და ნაადრევად განვითარებული ფორმები. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია 40 წლის შემდეგ ყველა მიმართოს ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც. მათთვის, ვისაც აქვს გლავკომის მემკვიდრული წინასწარ განწყობა, ოფთალმოლოგთან კონსულტაცია უნდა იყოს ყოველწლიური პროცედურა. დღეს არსებობს გლავკომის დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა თვალშიგა წნევის მონიტორინგი, კომპიუტერული პერიმეტრია და ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ყველაზე თანამედროვე მეთოდი არის სწორედ ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დეტალურად შევაფასოთ მხედველობის ნერვის დისკის პარამეტრები და მთლიანობაში შევაფასოთ ნერვული უჯრედების შრის მდგომარეობა. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტებს არ აქვს ტკივილის შეგრძნება და გამოხატული ჩივილები, გლავკომის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. მხოლოდ მაღალტექნოლოგიური და კომპლექსური დიაგნოსტიკის მეთოდებით არის შესაძლებელი დაავადების საწყის ეტაპებზე დიაგნოსტირება. გლავკომის მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ამ დაავადებას არ აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის სხვადასხვა პროცესების ერთიანობა. გლავკომის მკურნალობა მიმართულია თვალშიგა წნევის უსაფრთხო ნიშნულზე დასაყვანად და თვალის ჰიდროდინამიკის გასაუმჯობესებლად. მკურნალობის მეთოდები შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად. პირველი არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მეორე მკურნალობის ლაზერული მეთოდები და მესამე ყველაზე რადიკალური ქირურგიული ჩარევები. მკურნალობის მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ეფექტურია სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა. მას ღიაკუთხოვანი გლავკომების დროს ვიყენებთ. სელექტიური ნიშნავს შერჩევით. ლაზერის სხივი მიზანმიმართულად მოქმედებს თვალის სადრენაჟო სისტემაზე, ტრაბეკულაზე, რითიც სტიმულირდება თვალშიგა სითხის გადინება. შედეგად ქვეითდება თვალშიგა წნევა და მცირდება დატვირთვა მხედველობის ნერვზე. ეს მეთოდი არის თვალისთვის ძალიან დამზოგველი. ამიტომ საჭიროებისამებრ მისი გამოყენება არის შესაძლებელი რამდენჯერმე. თანამედროვე ლაზერული სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ სითბული დამაზიანებელი ეფექტის გარეშე დავამუშავოთ ტრაბეკულარული აპარატი. პროცედურა სრულდება ამბულატორიულად, არ მოითხოვს დიდ დროს და არის უმტკივნეულო. მკურნალობის ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების საწყის ეტაპზე, როდესაც ცვლილებები სადრენაჟო სისტემაში არ არის შეუქცევადი. სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა მედიკამენტოზური მკურნალობასთან კომბინაციაში კარგ შედეგებს აჩვენებს გლავკომის პროგრესიის შესაჩერებლად. თვალშიგა წნევის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობის კორექტირება, დანიშნული მედიკამენტების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ მოხსნა. სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა არ წარმოადგენს ქირურგიული მკურნალობის ალტერნატივას. ეს არის კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილი. გლავკომის სწორად მართვა შესაძლებელია მხოლოდ თქვენი ოფთალმოლოგის დანიშნულების და რეკომენდაციის ზუსტი შესრულებით. გლავკომის დიაგნოზი აღარ არის განაჩენი და თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელია კარგი მხედველობის დიდხანს შენარჩუნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.